მოგესალმებით ბატონო ვასილ. მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი დარწმუნებული ვარ, საინტერესო ინფორმაცია გვაქვს თქვენგან მოსასმენი. გაფრთხილების ტექსტს გთხოვთ მოაწეროთ. მადლობა. მან წერია, რომ განზრახ სრულახსნა განმარტების მოცემა ასევე კითხვებზე უარიან პასუხისთვის თავისარდება, იჯება სისხლის სამართლის წესით. ბატონო ვასილ, პირველი თემა, რომელზეც გვინდა რომ თქვენ გვესაუბროთ, არის ახალგორთან დაკავშირებული. ჩვენ ახლა მოვისმინეთ ბატონი გელა შერმადინის მონათხრობი, რომელიც თვითონ იყო მოწმე იმისა, თუ როგორ სრულად უბრძოლველად, უგეგმოდ და სტრატეგიის გარეშე გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგად ჩააბარეს ახალგორი სააკაშვილის ხელისუფლებამ, ოკუპანტ სახელმწიფოს. მაშინ, როდესაც ეს მუნიციპალიტეტი იყო მცხეთა-მთიანეთის ნაწილი და მათვე მიუერთეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას 2007 წელს. თქვენ გარკვეული დროის განმავლობაში გუბერნატორი ბრძანდებოდით მცხეთა-მთიანეთის და უშუალოდ გეხებოდათ ეს საკითხიც ბევრ სხვა საკითხთან ერთად. ამით რომ დავიწყოთ და შემდეგ გთხოვოთ თუ შეძლებთ რომ სხვადასხვა პროცესის მონაწილე იქნებოდით ან შემსწრეთ თქვენი საქმიანობის განმავლობაში და რა იცით იმ უხეში დარღვევების შესახებ, რასაც მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირები ან უკვე თავდნენ, ან თავად ჩადიოდნენ. გთხოვთ. პირველ რიგში ისმის დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებას ვაწერთ ხელს, ვფიქრობ, რომ მაინც პატივია აქ მოწვევა და არა და ამიტომ რომ ეს რაღაცნაირად არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობას თაობებს დაჭირდებათ, რომ ჩვენი ისტორია ვიცოდეთ, დღეს მით უმეტეს არის საშუალება, რომ ეს ელექტორულად უნდა იყოს, თუმცა ცხადია ისტორიკოსებს კიდევ ბევრი შეჯერება დაჭირდებათ, იმიტომ რომ ადამიანებს გვახასიათებს სუბიექტივიზმი. მე ახლა წინა ფაქტებს გიამბობთ, მე ომის ეტაპზე ვერ გიამბობთ, მე აღარ ვიყავი, ახლა რაც მაყურებელი ვიყავით და მაშინ მე და სოზარი ერთად ვიყავით სხვაგან, მაგრამ მე გიამბობთ გადაცემისას და მე ვფიქრობ, რომ გადაუჭარბებლად შეგვიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი მთავარი რამოდენიმე ადამიანი ცოცხალი აღარ არის და აი ცოცხლები ვიწვა დარჩენი, როგორ მოხდა 2006-დან დაწყებული 2007-ის ზაფხულამდე ამის საფრთხე ყოფილი მოგიყვებით ახლა მოკლედ ესეთია. გაზაფხულია 2007-ის ახლა თარიღები ეს ზუსტად ვერ არის ვერ შეიძლება ვერთხო, მაგრამ გაზაფხულია ნამდვილად გეტყვი, იმიტომ რომ შემდეგ მაისი მოდიც და მოგდიოდა ხოლმე ცირკულარი წმონებულებს, რომ პარლამენტს რა უნდა მიეღო გადაწყვეტილებები გეგმაში რა ქონდათ და ნუ რა ვიცი ახლა ყოფილი პარლამენტარი ვიყავით, ვისაც მაინტერესებდა, ვკითხულობდი ხოლმე და ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. ისაც არა მახსოვდება ახსოვება და ესე ვკითხულობ და უცებ უყურებ და აი გააზრება მინდა და ბიჭის რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთი უნდა შეიქმნას და ახლა ვიწყებ ეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ოლქი, ნუ მაშინ ყოფილი ბრუნდებით 92 წელს და ეს გააზრება და პირველი ვიღებ მაშინვე ტელეფონს, აი დინამიკა შეგეტყვი და დიდი დრო არ დამჭირდება. და ურეკავ ჯამბულ ბაკურაძეს, ცხოვრებულ ჯამბულ ბაკურაძეს, ძალიან კარგ კაცს და კარგ ორგანიზატორს. ჯამბულ ბაკურაძე იყო ნოღაიდელთან იყო რეგიონალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აი გუბერნიებს ფაქტობრივად ის ხელმძღვანელობდა და ჩვენ გვქონდა ყოველდღიური კავშირი, იმიტომ რომ ეხლა თბილისში გამგეობა ისე არ ჭირდება და მოგეხსენება ახლა ირაკლი როგორ არის, ნუ სულ კავშირია, სულ უნდა პრობლემა, მე პრობლემა უნდა შეიფუთოს, დაინახო და გადაჭრა და იქიდან მოდის ეს. ურეკავ ჯამბულს ეს რა ხდება თქო და ჩვენ გარდა ამისა მეგობრებიც ვიყავით. და გამორიცხულია რომ რამე ნაბიჯი მოხდარიყო ისედაც მირეკავდა ებაშვებოდით ხო და რაღაცა ხდება სამხრეთ ოსეთთან ახლა გუბერნატორმა არ იცის, იმიტომ კი არა რომ ამბიციის ამბავი კი არ არის, როგორ შეიძლება რაღაცა ხდებოდეს და შენ არ იცოდე. მე არ ვიცი ომითხრა, მაგრამ მაცალე ომითხრა. 5 წუთი როგორც ხდებოდა ხოლმე შეათანხმა ალბათ პრემიერთან, ნოღაიდელთან და ძალიან კარგად ხონდა ეგ სისტემა აწყობილი და მირეკა რომ არ ვიციო. ხა დაურეკე რამოდენიმე პარლამენტარს. მე ამბავს გეღვებით. არ იცოდნენ ამის შესახებ. ახლა რაღაცა უცნაურობა ხდება, ვკითხულობ
რაღაცა ხო არ მეჩვენება ხო ხდება ზოგჯერ მეჩვენება კი არა ხო არ არის რომ რაღაცა ვერ გამომაქვს შინაარსი არა და კანონში ცვლილება ეგეგმება დაურეკე პალიკო კუბლაშვილს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა პალიკო მეუთხარი ესეთი რაღაცა არის და რას ნიშნავს ეს მეუთხარი როგორ არის რას ნიშნავს ახალ ნუ თემა როგორ არის ეს ხო მარტო მე არ მეხება და ამას არა უკაცო გეჩვენება ხა ბაბაშვილი აი ეცინება თანა უცფელად მეუთხარი პალიკო ნამდვილად არ არის კაცო მანქანაში ვარო და მივალბარა გამორიცხულია ახლა რა არასებობს არაფერი ბჯელობა არ ყოფილა ამის შესახებ მე მინდა ამას მიაქციოთ ყურადღება ტყუილს არ ამობს აგერ არის პალიკო მეუბნები ავიდა 15 წუთი შეიძლება ხა ვიღაცას დაველაპარაკე კიდე და ვკითხე რომ ეს რა ხდება ხო რა თავარი კაცო ის დაურეკე ჯამბულამდე დაურეკე მე ზურაფეცხელაურს ის იყო გამგებელი ახალგორის ჩვენ ფაქტურად ყოველდღიური კონტაქტი გქონდა ისედაც ის ჩამოდიოდა და მე ჩავდიოდი სულ რა პრობლემები ხართ წუნებული ანუ გუბერნატორი ის არის გამგებელი ის არის გამგებელი და ხუთი ის არის მუნიციპალიტეტი მაშინ რაიონი მე კი ბატონო ზურა მე ხარ რო გითხრათ ხა არ ემოციების განვიდა ვარ დასვეული მაგრამ ნუ მე თავს არ დაცებული ვიყავ და ზურა კიდე უფრო მეტად განადგურდა როგორ რა ესე რა ვქო მოთხარ ახლა ვარკვევ რაღაცა უბედურება ხდება ნუ და ამასობაში მირეკავს პალიკო მოკლედ ცოტა ის ვქო მე პალიკო მირეკავს და კაცო მართალი ყოფილხარო და ახლა მე ვთხარი ეს როგორ არის და ნუ იქნება შენ დაურეკო პრეზიდენტობით ხარ ახლა არ გვიდა ცოტა მე იცოდე რომ შებელობ და ამერიკა ახლა რაღაცნაირად ხო არის ხო მორიდება თუ დაურეკავ თქო მე ვთხარი დაურეკე მიშას ვიდა ტელეფონი ავიღე და არა მარტო უთხარი რომ ეს ხდება თან უხსნი რომ ეს ძიმე შედეგებია და გეტყვით ამას თავის წინაპირ მე ვარიანტებს ვეუბნები რატო ერთი ეს ამბავი რომ რატო არ ვარგა ეს ვარიანტი ეს შეიძლება მოგეწონოს ან არ მოგეწონოს დღესაც მაგრამ ის მეორე უხსნი რომ აი ეს სიტყვები მახსოვს და გავიმეორებ რომ ესეთი რამე რომ ეხლა აქ ვიღებ და ახლა პარლამენტი მიიღებს ამას ეს როგორ შეიძლება ეხლა და შენ აი ახლა ეს უნდა გითხრათ რომ მიშა მომჩვენ აი დაბნეული კი არა აი ვერ ვაყალებს რაღაცნაირად არ არის გამართული ამ თემაში აი თემაში არ არის კარგად შესული ეხლა იმას არ ვეუბნება რომ არ ვიციო მაგრამ აი რაღაცნაირად ხო გავსვით ხა აი ცოტა ისეა რა და შენო აუხსნიო რას აუხსნე მე ვთხარი მოსახლეობაც ესე იგი ნიშნავს რომ ადამიანთან მივიდე ჭიშკარი გავაღო მე ვთხარი საქართველოს სახურავი გადაუხადო და ადამიანი ხო ადამიანები არიან შენ პარლამენტი არა პარლამენტი რას ისჯელოს მე ვთხარი პარლამენტი შემოგევლო ჩემითო პარლამენტი რაღაცები ფუნქცია თავდება პარლამენტის კაცო შენ ახლა ესე ქუჩის სახელი ვერ გამოგიცვლია და აიღო აქედან და სხვაგან გადამიტანო არ ამიხსნა თან იქნებ მე არ ვიცი მაშინ სხვა უნდა ახსნას ხო მე ვთხარი ეს ძალიან ძიმე შედეგებს გამოიწვევს და გადაირევა ხალხი იმიტომ რომ ხიფათებს დაიდახავენ ამაში და მეც ხედავ აი მოკლედ რაღაცა ვილაპარაკეთ და რაღაცა ხო აი ვატყობ რომ არ გადის არაფერი და გავთიშეთ ესე იგი ტელეფონი და ნუ გაოგდებულ სიტუაციაში ვარ და აი ზუსტად 5 წუთი გავიდა ამ ტუბერკულოზი და ისევ მირეკავს აი რაღაცა უფრო მეფერებასავით ან მოთაფლავი და აი ახლა შენო ფეოდალის ისინი თუ გაგიჩნდაო ნუ მეხუბრება ახლა ამას კი არა და მე ვთხარი ახლა მეც ისე რა ფეოდალის ვიშა რა მე მაშინ გაწავიღებ ამას მაგრამ ეს მოდიო რაღაცო იქით აქეთო ხო რაღაცო მოკლედ აი რაღაცა ულის ამას და იქნებაო დაელაპარაკო თემო იაკობაშვილსო და ისო აგიხსნის კარგად კაი მე ვთხარი ხა თემო იაკობაშვილმა მე რა უნდა ამიხსნას ახლა ახალგორზე ერთი არ ვიცნობდი და მეორე ერთი მართლაც ესე ვფიქრობ და ხა მე ფერება არ ვიცი ახლა მე ხა თემო იაკობაშვილს ახლა ვერ გითხავდი მე ახალგორის საკითხ მე მანამდე ტერიტორიული ქლიანობის კომისიის თავმჯდომარე ვიყავი ჯერ ისედაც ვიცი საქართველოს მივლია და ასე რომ ამ თემას ვიცნობდი მე კარგად და იაკობაშვილს პირადად არ ვიცნობდი კარგი ნუ არის ეს ამბავი და მე დაიწყო პარლამენტში ამისი ხო ამას რა უძღვის წინ კიდე რატოა შეშფოთებული რომ ეს 2007-ის გაზაფხულია აი ალბათ აპრილის ბოლო მაისის დასაწყისი იმიტომ რომ 8 მაისს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს და მანამდე აი აფხაზეთი ზებუ აფხაზეთი რო გამოაცხადეს და მე ზებუ აფხაზეთი დაარქვეს ეს მან თქვა 26-ში არა 26 სექტემბერს თქვა თბილისში და მე 27-ში ჩაფრინდა მთავრობა მიშა იყო იქ იყო თავდაცვის მინისტრი ვანო იყო ვიღაცები იყო მოკლედ ახლა სკოლა 27 სექტემბერს
სოხუმის დაცემის დღე იქ ამბობდნენ რომ დღეიდან ეს არის დაბრუნების დღე და რაღაც ესეთები ხარ. მაგრამ 26-ში მანამდე მან თბილისში თქვა. მე არ დაგიმალავთ მანამდე ვიცოდი და ახლა იმიტომ არ მაგრამ რთული თემა იყო ჩემთვის. აი როცა ვილაპარაკეთ ერთხელ მანქანაში ვილაპარაკეთ და მოთხრე ეს არ არის ესეთი თემა რომ 5 წუთში გადაწყვეტო ეს რთული კომბინაციაა ახლა რასაც შენ მეუბნები მოთხარი ყველა ხვდებით რატო უნდა დაარქვა მაგრამ ამას ყველა ორლესული ამბავია ხო შენ მორჩენსას ვანგარიშო ბოძინაუნდელი ცვლების უნდა დახარჯო ეხლა შევატყვე რომ ესეც იქითკენ მედის და მაგ დროს ჩატარდა ჩემო პატიცებულო ადამიანებო აი მაგ პერიოდში სადღაც 1-2 კვირის გასხოვებით ცხინვალის ტერიტორიაზე ჩატარდა არჩევნები მათი არჩევნები, როგორც კიდათ ახლა იურიდულად სეპარატისტების არჩევნები და აქეთანაც დაინიშნა არჩევნები. მე იურისტი არ ვარ, იურიდიულ კომიტეტში დამუშავებული, მაგრამ აი ვერავინ ვერ გეტყვი, ვერ ამიხსნა რა თემაზე იყო ეს არჩევნები. პოლიტიკურად კი არ გეუბნებით, იმიტომ რომ სად ჩატარდა და რისი არჩევნები იყო. ახლა მე გუშინ უსმენდი ბატონ იმას სანაკოევს და მას ეს რაღაც შევატყვე არ ახსოვდა კარგად და არა მან არ ახსენა. აი ხლა ჩვენი წიდან გამოსვლელმა მე გავიცანი ჩამოვართვი ეს ბუნებრივი იყო და მან ახსენა და მასაც ხსობებია. მეც უყურებდი და მიკვირდა რაღაც ესეთ უყურებდი რომ სადაც ტერიტორიაზე, ჩვენ ტერიტორიაზე, მაგრამ ისე რომ ამას საზღვრები არ არის და ზუსტად არ ამბობენ, ტარდება არჩევნები, რომელსაც მისი მომხრეები და კარგად მახსოვს ურუს მაგი ერქვა მისი ის იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და გამოვიდა და პრეზიდენტიაო ჩვენი ამბობდა. ამას მიაქცია ყურადღება ეს მე იმოქმედებს პარლამენტში. ესო პრეზიდენტი ავირჩიეთო. კი ვფიქრობდით ახლა რაღაცა უყარდათ ხოლმე ეს პროექტები და რაღაც არ უყურებ სერიოზულად, მაგრამ ფიქრობ რა პრეზიდენტი აირჩიე ხა თან ახალგორში მოგითხრათ რაღაცა ყუთები როგორი არჩევნები ჩატარდებოდა კიდე იქ 99%-ია იყო გოგოითმა ამან 95%-ია იყო აქეთ მაგრამ აქეთ სად ერევში და ქურთაში და კევში ეხლა ახალგორში ვის რა შეინტერესებდა თუმცა ფორმალურად ხან ამობდნენ ხან არ ამობდნენ იმიტომ რომ ახალგორი ვერც მიიღებდა იქით მონაწილეობას იმიტომ რომ რა კავშირში იყო ახალგორი 92 წლიდან იყო ჩვეულებრივი საქართველოს ნაწილი არც არავითარი კითხვა დაუსვით როგორი თქვა არავითარი პრეტენზია იქ არ ქონდა მე შეხვედრა მქონდათ აი იყო ჩვეულებრივი ნაწილი ასაკურველია კონფლიქტის ზონა იყო თუმცა კიდე ამას ის აღვევდა რომ ჩემ დროს საერთოდ გზა არ იყო მე არ ვიცოდი ახლა მოვიცვინე რომ გზა გავუყვანიათ ბეტონის ბოდის ბატონო ვასილ ანუ გამოდის რომ მაგისთვის სჭირდებოდათ ახალგორი რომ შესულიყო იმ ადმინისტრაციაში გარჩევნებისთვის იცით როგორ არის ახლა მე მინდა რომ ამბავი მოგაწოდოთ და ახლა მე ბევრი ვარიანტი შეიძლება ითქვას მაგალითად ახალგორი რომ დღეს თბილისიდან თუ ეს სამხედრო გზა არის ახლა მე ჩვენთვის ვფიქრობდი 5 წუთი მქონდა თბილისიდან არის 32 კილომეტრი 35 კილომეტრი და თუ იქიდან ბეტონის გზა არის ესეთი გაჭრილი და სამხედრო თბილისის თავზე არის უკვე მოხური არავითარ გორიდან აღარ უნდა და მანამდე ახალგორი ბევრმა შეიძლება მოსახლეობა არ იცის უნდა ახალგორში რომ შესულიყავი უნდა გორიდან მოსულიყავ მოგევლო იცით მე უკრაინაში თუ როგორც არის მე ოძისი და ასე შემდეგ რა და ეს შეხებაც არ იყო ახლა კი გადახვიდოდი ერთხელ თითქოს თაზე ავედით რაღაცა ვილისით ვილახავეთ რაღაცა მაგრამ ნუ ეს გზა არ იყო აი ეს თემა იყო და მოკლედ აირჩიეს ეს და ეს კონკრეტი იქით და ეს სანდაკოევი არის მოკლედ ადამიანი მე არ შევხვედრი ვარ მან თქვათ ესე ბილად არ მოისურვა ალბათ ნუ არც აჩვალა საჭიროდ ესეთ სიტუაცია მიდის და არც მადამდე ხვდება არც მადამდე ხვდება რაღაც ხონდა დაინტერესდა იცი კაცვარო თქვას მაგრამ ხა ჩემი საწყელი კი არა ფორმალურად ხო ვაინც უნდა თქვა ახლა რა სხვა შეს გუშინ ახსენა რომ მე ვარ მეხებოდა ახალგორი ესე იგი იმდენად არ იყო საქმის კურსში და მე გეტყვით ახლა პირდაპირ მე ფერება არ მყავს რომ მას მე მგონი რომ არც არავინ არასდროს არ უთხრა რა პროექტის მონაწილე იყო და ამას მის ზურგს უკან არ ბალავდნენ მათ შორის შემთა რაღაცა რომ კაი ახლა შენო ახლა ერთხელ მე ვთქვი რომ აწესია თქვა მოვიდეს და მელაპარაკოს კაი ხა შენ რა უნდა დაგელაპარაკოს უმითხრეს თავად პრეზიდენტმა და იყო აი ვანო დაყვებოდა ხოლმე არც მაინტერესებდა და მოკლედ და ეს დადის ეს სანაკოევი და პრეზიდენტია თუ რაღაც უფროსია მაგრამ პარლამენტში დაიწყეს ვიფიქრეთ შეიძლება ჩააგდომთქო წინააღმდეგობის გაწევა რომ ესო რა მოკლედ პრეზიდენტი თითქოს ლეგიტიმაცია აქვს მაგრამ აიღე და კაი მაშინ პარლამენტმა აიღო გამოყო ყოფილი სამხრეთ ოსეთი გუშინაც კითხვა გაჩვდა და მე პასუხისმგებლობით გეუბნები იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობაში დროებითი ადმინისტრაციის
აღდგენა და ამ ყოფილმა არავინ არ მოაწყოს არც მაყურებელი. ეს ნიშნავს, რომ ის გაუქმებული სამხრეთ ოსეთი და საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო კანონმდებლობითა დამუშავებული იყო მისი აღდგენა არავის არ შეიძლება, იმიტომ რომ თავის დროზე მათ არალეგიტიმურად გააუქმეს მას 91 წელს და სრულიად ლეგიტიმურად საქართველოს პარლამენტმა გააუქმა და კონფლიქტის თემა ერთი იყო, მაგრამ ეს ამ რეჟიმში ვიყავით ჩვენ. და მით უმეტეს ახალგორი აი რო იყვიან, კაი გაგებით არავის არ ახსოვდა. არავის არ ახსოვდა უკვე. ნუ ახლა ფრთხილად კი ვიყავით, ხანა სულელები კი არ ვიყავით, მაგრამ ფრთხილად ვიყავით. ეხლა ეს აღდგა. გავიდა 2 დღე და დაინიშნა ხო იქ მე რომ იყო რომ რატო არ იცოდნენ ახლა პარლამენტარებმა საწყედად კი რომ რამოდენიმე იყო მაშინ რამოდენიმე გზით შეიძლებოდა ეხლა აღარ ვიცი როგორ არის და პრეზიდენტმა შეიტანა და მე როგორც მაშინ ხდებოდა ხოლმე ნუ შეიტანა და არ ჩააყენეს საქმის კურსში და პრეზიდენტიდან იყო შესული მე მაინც მინდა მე რაღაცნაირად ბოლომდე არ იყო თვითონ ამ თემაში აი ისეთი გზნობა მრჩებოდა რომ მე შემელო მასთან ლაპარაკი აი რაღაცა ხრმად არ იცოდა ეს თემა რა კარგად აი ჭადრაკივით ბევრი არ ქონდა დათვლილი ნუ ეს მისი საქმეა. აი ამ მომენტში ჩაგეკითხე გენოვას. ანუ ვინმე მის ადმინისტრაციაში, მის გარემოცვაში ალბათ იყო, ვინც ამ იდეის, რო იტყვიან, ამ პროექტის ინიციატორი იყო, ვინმე იყო ესეთი შეამჩნიეთ, ვინც ალბათ ვინც საქმის ხურში იყო რეალურად ეს პროექტი რა არის. გეტყვით ახლა მე არა იმისთვის რომ ვიღაც საომავლო დაგჭირდება არც იმისთვის რომ ვინმე ვაძახოთ თორემ დუშეთიდან ისე აღმოჩნდა მოდიოდა და ჩავჯექი მაგ თვითონ მითხრა ჩავჯექით მანქანაში ეს 1-20 წუთი გაგრძელდა ესა პროფესორი ბაზალეთზე ვიყავით და დუშეთამდე და ჩავსულიყავით რა დაჭირდება 20 წუთი და მითხრა რომ შენო იქაურობასო იცნობ ნუ იცით ახლა თქვენ მე დედულეთია ჩემი სვანეთი და ნათ აფხაზეთსვანი ნუ ვიცნობ ახლა აფხაზეთსვანიც და აიო ესეთიო კარგი იდეა გვაქვსო გვაქვსო გეუბნებით რომ ზებო აფხაზეთი რომ დავარქვათო და ხო კარგიაო და ხვდებით ახლა ისთვისაც ამობს ესო მესამედიაო მთელი აფხაზეთისო აქედანო მოკლედ თუ ის ამბო ის უკვე მოხთარია ესე ზერკვიციანი სამები და ესენი უთხარი რომ ორი ბოლო აქვს და ასე მანქანაში ეს დასაფიქრებელია მე არ მაქვს სრული ინფორმაცია შენ რა გარანტიები გაქვს ახლა აქაც მინდა ხოლმე ხვდებით რა გარანტიები გაქვს აიდა გაქვს როგორ აქვს ორი ბოლო აქვს ახლა იმის არ იყოს დაცროხაც დავლებ მე შენ არ უშვებ ის გამიშვებს ეგეთ საკითხია ხო ის არ მიშვებსო და ეს თემა იყო მე მოკლედ ეს დაინიშნა მაგრამ ახლა ბოლო და დავითარეთ დაინიშნა და ამან სწორი თქვა ბატონო სადაკოება გუშინ და ახალგორი დაეკიდა ხაერში მამას მართლა ეგონდა რომ მას არ ეხებოდა მაგრამ აღმოჩნდა რომ ახალგორი არავის აღარ ეხებოდა და ეს ყოველდღიური ამბავი ხო გრძელდება ეს ჟურა ენერგიული კაცი ძალიან და ნუ თავდადაცეული ისევ ჩემთან ყოველდღე ახერთან შვებოდით იმიტომ კი მოშორებული და მახსოვს აი აღარ მაგონდება და რაღაცა იყო რომ აი მასწავლებლებისთვის რა თუ რაღაცა რაღაც საჩუქრები და გაკეთებული შეიძლება 26 მაისი იყო ეს აღარ მაგონდება და დანარჩენმა გამგებლებმა მოკლედ ისე გავაკეთეთ რომ აი ახალგორი დარჩა ისევ ჯამბულის აი ესე იყო ხაერში სადამ მე ის არ მოხდა უბედურება რაც მოხდა ხაერში ეკიდა რა ფაქტობრივად იმიტომ არც იმად ბიუჯეტში იჯდა არც იქანაო და არც აქადა და ესე შინაურულად და ესე ვიყავით რა და ეგეთი სიტუაცია იყო ეს არის რაც არის გასაგებია ჩვენ რომ მხოლოდ ამ თემით არ შემოვიფარგლოთ ერთ პატარა კითხვას დაგისვამთ და შევაჯამოთ ეს თემა თქვენ ახსენეთ სიტყვა ცირკულარი ვისგან მიიღეთ ეს დოკუმენტი ვისგან იღებდით ხოლმე ამ დოკუმენტებს შეიძლება ცირკულარი სწორად არ ვთქვი როგორ რაღაცა იყო ცით ესე ჩანაწერი მოდიოდა ყოველ კვირა პარლამენტს რა უნდა მიეღო ვისგან მოდიოდა პარლამენტიდან ალბათ არა ჩატი არა ფურცელი ეს კარგი სად იყო მაშინ ჩატები არა ფურცელი ისიც მოდიოდა დაბეჭდილი ფიზიკურად მატერიალურად კი აი როგორც ახლა ფურცელები ყავია ესეთი რაღაცა მოდიოდა უწუნებულებთან ახლა სხვასთან არ ვიცი ჩემთან მოდიოდა და ხა მე რა განსაკუთრებული ვიყავი პარლამენტიდან თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არ მახსოვს ახლა საიდან მოდიოდა მაგრამ პარლამენტს მოკლედ რა აღონიზიებები უნდა ჩატარებულიყო შეიძლება პრეზიდენტისაც იყო ახლა ეს არ ყოფილიყო მართალი ითხრა ჩახედავდი მარტოწმუნებულები იღებდით მარტოწმუნებულები მაგრამ ფაქტია რასაც თქვენ ყვებით ბატონო ვასილ რომ პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა არ იცოდა ამის შესახებ ამას გვიყვებით ხო არ იცოდა ეხლა გეტყვით არ იცოდა ჯამბულ ბაკურაძე მისულს ფიცავარდა თქოს როგორ არ იცოდა და ეხლა ნოღაიდელმა მას უთხრა ნუ ჯერა რომ არ იცოდა
იმიტომ რომ ნუ რადასამალი ეგეთი რამე კი არ იყო ჩემთვის დაემალათ, ხო მაინც გამოჩნდებოდა რა. ეს ისეთი ჩაითვალა, რომ ალბათ როგორც იცოდებ ხოლმე, რომ აი მე ხო გადავწყვიტე და ვაკეთებ რა. ყოველ შემთხვევაში ბატონმა ჯამბულმა გითხრათ, რომ პრემიერს კითხა და მან არ იცოდა, ასე სწორია. კიდევ უფრო დავაზუსტოთ 5 წუთი მომენტიო პრემიერი არ უხსენებია და მითხრა რომ არ ვიციო. არ ვიცითო. არ ვიცი. და პალიკომ არ იცოდა აგერ და არ იცოდა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც ხა დეპუტატები არ მახსოვს მე ბევრთან არ ქონდა კონტაქტი მაშინ და ხა კუბლაშვილის სიტყვას რა ფასი ქონდა არ ვიცი, მაგრამ კუბლაშვილის მაგრამ ასე გითხრათ ყოველ შემთხვევაში. არა, ტყუილს რატომ ეტყოდა 15 წუთის მერე დავიდასტურა მართალი ყოფილაო. შეამოწმა ალბათ ქონდა თუ არა თქმის უფლება, რომ იცოდა. მას ხო თავისი აზრები არ ქონდა. რამინე ეცე გითხრათ, რომ აქ მე მგონია რომ ეგენი არ იტყუებოდა, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა. მეორე დღეს პარლამენტში რო გავიდოდა, ხო ისედაც ყველა გაიგებდა, ჩემთვის დამალვას რა აზრი ქონდა. ყოველ შემთხვევაში რწმუნებულმა შესაბამის მხარეში, სადაც მაშინ ახალგორის მუნიციპალიტეტი შედიოდა, შეგვიძლია თამამად თქვათ, რომ არ იცოდა, მასთან შეთანხმებული არ იყო. გამგებელმა არ იცოდა. მოსახლეობასთან გავლილი არ იყო, გამგებელმა ახალგორს არ იცოდა, საკრებულომ არ იცოდა და თქვენ გიწევდათ იქით რეკვა და გარკვევა რა არის ეს ყველაფერიო. ასე სწორია ალბათ. და მოსახლეობისთვის იყო უმძიმესი ტრამვა ეს. უმძიმესი ტრამვა. კი ბატონო, ამის შესახებ ბატონმა გელა შერმადინმაც ისაუბრა. ბატონო ვასილ, თქვენ ხომ არ გვეტყვით თქვენი თანამდებობაზე ყოფნის პირობებში რომელ კონკრეტულ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან გქონდათ ურთიერთობა და ხომ არ არის ისეთი ინფორმაცია, რაცაც თქვენ ფლობთ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ, რაც მაშინ მრავლად იყო და სისტემური ხასიათი ჰქონდა, რომ კომისიას გაუზიაროთ. გალბატე, ახლა ალბათ ბევრი ინფორმაცია არის, რომელიც ახლა მე რაც მიმაჩნია ახლა რომ და 15 წუთი მინდა ზუსტად არც მეტი, არც ნაკლები და მე თუ კითხვები გექნება ზუსტად მინდა რომ მოგიყვეთ, რაც მე მგონია 18 წელიწადია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ჩემთვის მთლიანად ახასიათებს იმ ყოფას, რაც არის. ეს არის სულ 4 გვერდია და 1 გვერდი მანამდე მინდა რომ აი წინაპირობა გითხრათ. და დაინახავთ რომ აი ბედი და სამართალი ურმით დადის, მაგრამ 18 წლის შემდეგ გამოდის ეს ღიად სააშკარაოზე. ხერხულად არაფერი არ არის, მაგრამ ნუ სოზარი არის ერთ-ერთი მომის მონაწილე. სახოთ და წაიკითხავთ ამას, იმიტომ გიკითხავთ რომ დოკუმენტალურად დავიცვა. ეს არის ამონაბეჭდი სახალხოდამცველმა წაიკითხა 2008 წლის 30 დეკემბერს მოხსენება და მე მის გვერდზე ვებზე გამოქვეყნდა და იქიდან ამონაწილს ვკითხულობ. ამიტომ რომ ვიყურები აქეთკენ, ამიტომ რომ სიტყვით ყველაფერი წერია. სახალხოდამცველმა სოზარ სუბარმა 2008 წლის 30 დეკემბერს ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების დასკვნის სიტყვაში პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2007 წლის 4 ნოემბერს ჩატარებული შეხვედრის შესახებ. სადაც 2007 ნოემბერში პარლამენტის მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეთა მასობრივი ცემისა და დაშინების საკითხი განიხილებოდა. სახალხო დამცველის ხელთარსებული ინფორმაციის თანახმად 2007 წლის 4 ნოემბერს კვირა დღეს ღამის 9 საათზე ჩატარდა თათბირი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო ბერაბიშვილის კაბინეტში, რომელსაც ესწრებოდა ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი. მათ შორის იყვნენ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო ბერაბიშვილი, მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ბადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით გეზარეშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და სხვები. გუბერნატორები ამათ ვიტყვი ყველას. ვანო ბერაბიშვილმა დავსწრებს ოპოზიციასთან და მიტინგის მონაწილეებთან ბრძოლის ტაქტიკა გააცნო. კერძოდ უნდა შეედგინათ მიტინგში მონაწილეთა სიები და არც ერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაულახავი. მისი თქმით ეს საქმე უკვე დაწყებული ჰქონდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, მაგრამ საჭირო იყო ფრონტის გაშლა და მასში მეტი ადამიანის ჩართვა. ცემა უნდა მოხდარიყო ძირითადად თირკმელებში და მუცელში, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევაში სახეში შეიძლებოდა. მიტინგის ზოგიერთი მონაწილისთვის, განსაკუთრებით მოშავო ტიპებისთვის ნარკოტიკები უნდა ჩაედოთ, ოპოზიციის ხარდაჭარ ბიზნესმენებს კი დავით გეზერაშვილი მიხედავდა. ეს ოზარის სიტყვებია იმ დოკუმენტიდან იღებს, რომელიც მას მიაწოდეს. მინისტრმა ცების ბიზნესი შედეგნაირად ახსნა. აქტიური მომიტინგეები აუცილებლად დაიწყებენ ბლატაობას, ეს სიტყვებია, ხოლო გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას. აი ეს არის ის მოტივი, რომლის გამოც უნდა მოხდარიყო პოლიტიკური ოპოზიციის აქტივისტებისა და ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანების ცემა.
სახალხო დამცველისთვის ამ ფაქტის შესახებ იმავე ღამეს დეტალურად გახდა ცნობილი, მაგრამ სწორედ ისინი, ვისაც ეს უნდა გამოეზია აღნიშნული ფაქტი, იყვნენ ამ ცემის პოლიტიკის მთავარი დამგეგმავები. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა გააძლიერა მონიტორინგი აქციების მიმდინარეობაზე. სახალხო დამცველმა გადადო თავისი ვიზიტის საზღვარგარეთ. 7 ნოემბერს სახალხო დამცველი და მისი აპარატის თანამშრომლები, რომლებიც თავადაც გახდნენ ძალადობის მსხვერპლი, მთელი დღე აკვირდებოდნენ თუ როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმელები, პოლიციის თანამშრომლები და უკანონო შეერაგების ფორმირების წარმომადგენლების მშვიდობიან მომიტინგეებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, წერია, რომ შსს-მინისტრთან 4 ნოემბრის ჩატარებული თათბირი განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მასობრივი დარღვევა და ზედმიწევნით შესწავლად საჭიროებს. ცემა გამოცხადდა პოლიტიკა დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც. აღნიშნული საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, რადგან არც ერთ სხვა უწყებას ან სხვა სახის კომისიას არ გააჩნია ეს უფლება მოსილება, რომელიც აუცილებელია საკითხის სრულყოფილად შესასწავლად. სწორედ ამიტომ სახალხო დამცველმა საქართველოს ორგანული კანონის სახალხო დამცველის შესახებ 21 მუხლის ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილის თანახმად მიმართა საქართველოს პარლამენტს შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ზემოაღნიშნულ ფაქტს, ხოლო თავის მხრივ გამოხატავს სრულ მზადყოფნას აღნიშნულ კომისიას გადასცეს ყველა მტკიცებულება. ამ ეს მერე წერს ამ ბევრი მასობრივი ინფორმაციის საშუალება ვრცელდება, ამა თურმე ტყუილი ამართალია, ეხლა ეს გვერდზე გადავდო და ახლა მე მინდა წაიკითხო. ეს მე ვიყავ ვინც მივაწოდე სოზარს ინფორმაცია, მე ვეცრებოდი იმ თათბირს 4-ში მორჩა თუ არა ეს თათბირი, იქიდან გამოვედი და პირდაპირ წავედი სოზართან სახლში. ცხოვრობდა მაშინ დიმიტროვის ქარხანასთან. გავედით ახლა ცოტა ოთახში და მოუყევი ეს ამბავი და ესე რაღაც უბედურებას დაატრიალებ. მოთხე ქვეყანა არ არის ჭკუაზე. ეს არის გადატრიალება, არის ქვეყანაში მოხდარი რაღაც საშინელებაა და ჩვენ გვაქვს ეს ურთიერთობა და რო ახლა ვარ თამაშობ და მაშინ ახლა ვინ მოიგონებდა ამას სათამაშოდ და მე ხარ ვიცი იქ რაღაცა და გადადო ვიზიტი, ახლა ლიტვაში მიფრინავო მითხრა, გადადო ვიზიტი, სხვათა შორის სიურპრიზად მოვიტანე, მე მომიძიე და ბრძანებულება მაქვს მისივე ბრძანება, როცა გადადო ვიზიტი, ეს ისე რომ ეს დაჭერება საძიებო, რომ ბრძანება გადადო გაუხმა თავის ვიზიტი. ახლა მე წავედი სახში, მაგჩვევათ ვარ დაგიმალოთ, მაგრამ ეს არა რომ წერ ხოლმე რაღაცებს რა, ჩემთვის შავი 9 აპრილზე მაგ დაწეული გამოქვეყნებულია და დავჯექი და დავწერ 4 გვერდია ხო. წაიკითხე და მას წაიკითხა. რაც ვნახე და მოვიცვინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს. დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა. გადავწყვეტე ქაღალდზე გადავიტანო ის, რის შემსრეც გავხდი გუშინ და რაზეც უკვე თითქმის 24 საათია განუწყვეტლივ ვფიქრობ. ამ თემაზე კიდევ დიდხანს ვიფიქრებ, მაგრამ იმაჩნია რომ ვალდებული ვარ სხვასაც მივცი ამ თემაზე დაფიქრების საშუალება. ამისთვის კი მოვყვები მხოლოდ იმას, რაც ვნახე და მოვისმინე. მხოლოდ ფაქტი. აქ ერთი ორი უწმაწური სიტყვა რაც იყო და მათ ბოდის გიხდით, მაგრამ ნუ მიხვდებით იქ სადაც არის არ დავთ. გუშინ 4 ნოემბერს კვირას დაახლოებით დილის 11 საათზე მობილურ ტელეფონზე დამირეკეს სამთავრობო 4 ნიშნა ნომრიდან. ავიღე, ქალბატონმა მითხრა ელაპარაკეთ შს მინისტრის თანამშრომელს. ახალგაზრდა კაცი წარმომიდგა. ესა და ესა ვარ, გვარსახელი არ მახსოვს. პირველად გავეგე და არც მნიშვნელობა მიმინიჭებია. ძალიან ძნელობიანად მასწავლა დღეს საღამოს 9 საათზე მინისტრმა გთხოვათ გუბერნატორის მოსვლა და ხომ შეძლებდო. დავეთანხმე, გავთიშე ტელეფონები. დაურეკე ჩემს უთხარი მოსულიყო 20 საათსა და 15 წუთზე ვიფიქრე. მიტინგის გამო გზებზე საცობებს არ შეეშალათ ხელი, თუმცა უპრობლემოდ მივედი და დაახლოებით 9 საათი შსს შენობის პირდა გზის გადაღმა მანქანაში ვიჯექი. დრო რო მოვიდე, შევედი შენობაში, ლიუთან შევხვდნენ მეორე შესასვლელიდან შემოსული დავით კირკიტაძე და ზაზა გოროზია. მეხუთე სართულზე ავედი და პირდაპირ შევედით ვანო ბერაბიშვილის კაბინეტში. იქ დავხვდნენ ვანო ბერაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით გეზერაშვილი, გენერალური პროკურორი ზურა ბადეიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა, კუდის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, კულტურის მინისტრი გოგა გაბაშვილი, ამირან მესხელი, კითხვის ნიშანი მიწერე, იმიტომ რომ იქ ამბობდნენ და მე ჩავთვალე, მე არ ვიცნობდი მას და ჩავთვალე რომ ამირან მესხელია და ამიტომ კითხვის ნიშანი მიწერია, მე აღმოჩნდა რომ ეგ არის, დამორჩილი ახალგაზრდა, რომელსაც ამირანს ეძახდა ვანო ბერაბიშვილი და ვიფიქრე მესხელი თუ არის მეთქი. რომლის თანამდებობაც არ ვიცი. სამცხეთ-ჯავახეთის გუბერნატორი გოგა ხაჭიძე, იმერეთის გუბერნატორი კაკო ბობოხიძე და ქვემოქრალეთის გუბერნატორი ზურაბ ბელიქიშვილი. ვანო ჩქარობდა დავიწყოთ. ვიღაცამ თქვა საცაა მიხოც მოვაო და მართლაც 2 წუთში გურიის გუბერნატორი მიხო სიმონიშვილიც მოვიდა.
აი ოქროაშვილის კიდევ ერთი კადრიც მოვიდა, იხუბრა ვიღაცა, მე გაუცილებლად გენერალური პროკურორის გვერდით დასვითო. გარკვეული პერიოდის წინ ივლის-აგვისტოში მიხოზე საუბრები მიდიოდა და არც თუ უსაფუძვლოდ რომ შეიძლება ოქროაშვილთან სიახლოვის გამო პრობლემები შეექმნასო. პროკურატურამაც დაუწყო, როგორც ამობენ, ერთ პერიოდში ჩიჩქნა. მიხო მიხერხულად გაიცინა და მართლაც ადეიშვილის გვერდით დაჯდა. მელიქიშვილმა თქვა გიანაცვლიშვილმა კახეთის გუბერნატორი დამირეკა სარტიჭალას გამოცდიო კირკიტაძე ეხურა შერაზგირეკავს ვიზას ხوارკთხო ტერიტორიაზე გამოვლისთვისო. კაკო საიდანაც იაპონური ხმალი აიღო, აქეთ იქით იქნოდა და როგორც ყოველთვის ხმაურობდა. ვიღაცამ უთხრა დადაეკ ხმალი ხوارგონია ხარაკის ხანჯალიაო. მაშინ სიცილი ჩევსკა გამოაცურა მაგიდაზე და მაშინეს ვასიკოსთვის დამითმიაო. ჩემმა ყოფილმა მოადგილემ ორი სამი კვირის წინ მწვავე განცხადება გააკეთა პრეზიდენტის ოჯახის წინააღმდეგ, ეს იყო მისი სახლის უკანონო შეგლობაზე ჭოპორტის ტერიტორიაზე მე დაანგრიეს ის სახლი პირწმინად, ახლა კვალს ვერ დახავთ. და ოპოზიციას შეუერთდა და ამაზე მეხუმრებოდა. მანამდეც გამეხურეთ ამ თემაზე ერთი-ორჯერ. თუმცა ეს ორაზროვნად, როგორც ხელისუფლებაშია მიღებული. ვანო გაიცინა მართალი არ გეგონოს არ შეშინდეო. არც მეშინია თქო მეუთხარი, ჩემგან ერთი გადავიდა და რაც თავრობიდან და უმრავლესობიდან ხალხი გადავიდა ოპოზიციაში, ჩემამდე იმდის აქ ხარაკერი გასაკეთებელი, ჩემამდე ვერც მოაღწევს ეს ხანჯალი მეთქი. ეს თქვენ გაიხუმრეთ საპასუხოდ. თქვენ ამბავს გვიყვებით, კი ბატონო. ეს ახლა რატო არის ამბავი აი პირდაპირ რაც მიდის დოკუმენტურად არის აყოლტორე. მანომ გვეჩქარება ვეღარავის დაველოდებით თუ დავიწყოთო. თან უგულავას უთხრა შეთამაშებული ხუმრობით. ზედმეტება დაგტოვონ ხელს ნუგვიშვილი ოტიაშვილთან თუ ოთიაშვილთან მაშინ არ ვიცნობდი, არც ახლა ვიცნობ. კარგად დადიო. გიგი ოთახში წინ და უკან დადიოდა ღლაბუცობდა უარყო ადამიანის უფლებებსო და სვიტს ვეძებო თუ რაღაც ესეთი. მე მართლაც იპოვა სვიტზე ბიგდებული სვიტრი და გავიდა. გუშინ არ მეფიქრია, მას ხო ხუთში ვწერდა. დღეს შტაბ-ჭრება მრჩება წინასწარ შეთანხმებული ვიყვნენ, რომ იგი ამ ლაპარაკს არ უნდა დასწრებოდა. ანუ კიდევ იხუბრასავით, საერთოდ მთელი თათფირი პირველი ნაწილი სიცილ-ხითხითში მიმდინარეობდა, მეორე ნაწილში, რომელიც ახლა იწყება, ბევრ გუბერნატორს აღარ გვეღებებოდა. კიდევ ვინმე ხო არ არის ზედმეტიო, მე გოკა შეხედა და აი კიდევ ერთი ზედმეტიო, მაგრამ რადგან დარჩი იყავიო. ახლა ამ ეპიზოდს რო ვიხსენებ, გონია რომ გოკა ვერ ვიხდა, რომ უნდა გასულიყო და მას არ მართებდა იქ დარჩენა. რადგან უგულავასავით ფორმალურად თეთრი ხელთათმანებით უნდა დარჩენილიყო. რა პოზიცია ჰქონდა გოკა? კულტურის მინისტრი. კულტურის მინისტრი ესწრება ამ თათბის შინაგან საქმეთა გუბერნატორები და ეს ძალოვნები. კი ბატონო. რეალური მთელი ძალაუფლება იქ არის. რეალური ძალაუფლება რაც არის. ცხადია მათ ვიწრო წრეში მოლაპარაკებული და დალაგებული ჰქონდათ რაც შემდგომ გითხრეს, მაგრამ ამდენ ხალხში ასეთ საჩოთფირო თემასთან დაკავშირებით ზედმეტ მოწმად ყოფნა არაფერში შირდებოდა. თუმცა ვიმეორებ ეს ფიქრი შემდეგ გამიშთა. მაშინ კი სხვა რამ მაინტერესებდა. ჩემი გუბერნატორობის 2 წელიწად ახევრის განმავლობაში არ მომხდარა ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი ერთ-ერთ შეგვხედროდა გუბერნატორებს. მეტი წამხდის განმავლობაში ერთხელაც ვერ მოვახერხე ტელეფონით დავკავშირებოდი გენერალურ პროკურორს, რომელთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა, სანამ ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძალოვანთა მხრიდან ამგვარი ყურადღება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. დიდი მიხედვით ამას არ სჭირდებოდა, მაგრამ ოდნავ მაბნევდა კულტურის მინისტრის იქ ყოფნა. ძალოვნების და კულტურის მინისტრის ამგვარი სიმბიოზი საკმაოდ უცნაური ჩანდა. ზოგადად ვარაუდობდი, რომ საუბარი იქნებოდა რუსთაველზე მიმდინარე აქციის რაიმე PR კამპანიით გადაფარვაზე. მერაბიშვილი სამუშაო მაგიდის მარჯვენა მართკუთხა მაგიდის ერთ თავში იჯდა ზურაბ ადეიშვილი. ახლა დავალაგოთ ყველა კითხვით ასე ვაკეთეთ ის და მადლობა რომელიც ზემოთ ჩამოთვლის ხო რაჭის გუბერნატორი რომელიც ზემოთ ჩამოთვლისას გამომჩა შიდა ქართლის გუბერნატორი ამირან მესხელი თვითონ ვანო მეორე თავში იჯდნენ დავით კეზერაშვილი აქეთ იყო დათა ახალაია მეორე მხარეს დავით კირკიტაძე კაკო ბობოხიძე გოგა ხაჩიძე მე ვასილ ბაღლაფერიძე და გოგა გაბაშვილი ჩვენს უკან სკამზე იჯდა ახალგაზრდა ბიჭი ალბათ ვანოს თანაშემწე დაიწყო ვანო ორ საკითხთან დაკავშირებით მინდა თქვენთან საუბარია პირველი, უნდა იყო ძალიან ხნეთ. ყველამ უნდა დაგინახოთ, რომ დიდ მნიშვნელობას არ ადიჭებთ, რაც ქუშაში ხდებაო. ეს ხიარული. ზუსტად ეს სიტყვა გამოიყენა ნაწილისა, რაც ახლა უნდა გითხრათ. ახლა კი სერიოზულ ნაწილზე გადავიდეთო. და მონოლოგის სახით გითხრა ის, რაც თავში ვთქვი, რომ და რაზეც ორი დღე ვფიქრობ. ეს ნაწილები ძალიან გაბლატავდნენ. ორ დღეში მოინდომეს იმის წაღება, რისთვისაც ჩვენ 4 წელი ვიბრძოდით. მართალია დიდი არაფერი ძალა არ აქვს, მაგრამ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. კაცმა რო თქვას, რაინებიდან მართლაც არ ჩამოსულა ბევრი ხალხი, მაგრამ ვინ ჩამოვიდა, დაწი ჩამოვა, ყველას უნდა მიხედვა. უკვე დავალებული აქვს კონსტიტუციურს, მაგრამ თქვენც აქტიურად უნდა ჩაერთოთ ამ პროცესში, გუბერნატორებს მოგვართოს. შეადგინეთ სიები.
ყველა მიტინგზე ჩამოსვლის. შეუშვით თქვენი ხალხი მიტინგზე. არც ერთი ადამიანი არ უნდა წავიდეს გაულახავე. არა სახალხოდ, არამედ სათითაოდ. მაგალითად, გურიიდან და ზუგდიდან ჩამოსულ ადამიანს უკან გზაზე გააჩერებენ, მაგალითად ქუთაისთან და დაუნგრევენ თირკველებს. გენერალური პროკურორი აგერ არის და გვაძლევს დებართვას, სიცილი. პროკურორი, მე არაფერი გამიგია, ჩუბად ვარ და რომ რჩება, ყველაფერს მე გეტყვით, რასაც ვფიქრობ. ეს იყო ერთადერთი და ღიმილით წარმოთქმული რეპლიკა, რომელიც ადეიშვილმა ჩემი ყოფნაში თქვა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ, შიგადაშიგ ორიოდე წამოძახილს, დავიჭიროთ და დედა მოუხდათ. მოკლედ ისე უნდა გაილახოს, რომ დიდხანს ვერ დადგეს ფეხზე. სახე ზერიდეთ არ არის აუცილებელი, ძირითადად თირკმელებში, მუცველში. ვინც არ იცის როგორ გაირათ კონსულტაციები ახალაიასთან. ჩემგან მარჯვნიდან კეზერაშვილისგან და ახალაიასგან ბობოხიძე და დუდო კირკიტაძე არ იყვნენ მათხვას ვიცნობ, ისმის სიცილნახელი რეპლიკა. განსაკუთრებულ შემთხვევაში სახეშიც შეიძლება. ვანო განაგრძო, განსაკუთრებულში აუცილებელიც კი არა, უღოდ განსაკუთრებელში. ასეთებიც ბევრი ვიცით, იცინის. ვინ ცოტა მოშავო ანეგეთი ტიპი ჯიბეში ნარკოტიკი და ბაჩოსთან. გარეთ ერთი ახალაია მოულით, შიგნით მეორე ახალაია დახვდებათ. ამ საკუთარ ხურობაზე საკმაოდ იცინა. შემდეგ გააგრძელა, ცემა არის აუცილებელი, იმიტომ რომ რაიონებში ჩადიან მიტინგზე დამყოფი ადამიანები და იქ იწყებენ ბლატაობას და ხალხის შემოკრებას. გალახული კაცი კიდევ არის ჩმორი საქართველოში და კარგავს ეგრევე გავლენას. ეს თვითონაც კარგად იციან და იმიტომ უნდა ჩხოროწყუს განგებლის გალახვა და არ დავანებეთ, წამოიძახა გოროზიამ. არ დაანებეთ კი არა, ისა, თუ რამის თავი ქონდა ზუგდიდში გექნა. ახალაია რომ არა, მოდიოდნენ ბედნიერად იქიდან. ჩემგან მარჯვნიდან იყო ვიღაცის რეპლიკა. გოროზიამ ჩაიბურტყუნა რაღაცა და გაჩუმდა. ხაჩიძე მithყვა რაღაცის თქმა მინდაო. ვანო გისმენთო. მე ბევრი ვფიქრე შექმნილ ვითარებას და მგონი არ იქნება ცუდი, თუ გაუშვებთ კლიპებს, სადაც მითითებული იქნება თუ ოპოზიციის კონკრეტული გამონათქვამები კანონის რომელ მუხლს არღვევენ. კიდევ რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ვანომ გააწყვეტინა. არ არის ახლა ამ სისულელეების დრო. ახლა თეორიების და ხაერჩი ფრენის დრო არ არის. ლაპარაკი ამბოზების ბოლომდე ჩატ იმაზე. შექმნით ჯგუფებს გუბერნატორებს ეუბნება. პირველად რომ დაბეთქევენ ვიღაცას, მერე ისეთ აზარში შევლენ, ვერ გააჩერებთ. ეს ბევრჯერ გამოცადეთ. ორი საქმე კეთდება. ბოზები იტყნებიან და ჩვენი რიგები მტკიცდება. არ შეიძლება ახლა ჩვენ ერთმანეთზე ვეჭვიანობდეთ. ასე გადავჭამთ ერთმანეთს. ამიტომ ვინ ჩვენიანია, საქმით უნდა დაამტკიცოს. თუ ვინმე ბიზნესმენია, შენიშნული ოპოზიციის დაფინანსებაში, აგერ კეზერაშვილს უთხარით და ბეხედავს. ეპარქიებთან იმუშავეთ. იმ ბიზნესმენებთან, ვინც ეპარქიებს ეხმარებიან, რომ ხალხს სისულელეები არ ელაპარაკონ. მიტინგზე გადახედეთ, ყველას გვაქვს ლაცნობის სპორტსმენები, მსახიობი, ეგეთი ტიპები. დაურეკეთ და გადმოიბირეთ, დაარწმუნეთ, შეაშინეთ, თუ გინდათ მოისყიდეთ. ოღონდ ფული არ მომთხოვოთ, იცინის. ამაზე გამახსენდა, ონაშვილზე რა ქენით. ჩემთან ყავდა და მივხედე, ყველაფერი წესრიგშია, უპასუხა ახალაია. აი ასეა სხვებთანაც, ეს სასწრაფოდ გასატარებელი ღონისძიებებია. დანარჩენს მერე მოუყნავ დედებს. ერთია რომ დაგვრჩეს უყურადღებოთ. თავარია მიტინგზე წასვლის შეეშინეთ. ცემა არის ამის წამალი. გაიგეთ ვინ არიან მათი ნათესავები, მამა, ბიძაშვილი. ზოგზე ასე ვიმოქმედებთ, ზოგზე ისე. ზოგი გაილახება. ზოგთან ფინანსური შოვა. ზოგ ჯიბეში ნარკოტიკი, ყოფილი პოლიციელები გამოსულან მიტინგზე. დედებს მომას ვიზამთ. უკვე მოვნახეთ წესიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატიმრები, რომლებიც დაწერენ როგორ აწამებდნენ ის პოლიციელები თავის დროზე. ამათ გაუნახევრებთ, იმათ შევყარით. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და მთავარია სიმტკიცე. დალაქიშვილს ყოფა აქვს სატირებელი დურუჩნიკობისთვის. დაურეკეს და ბლოკების დალაგება უთხრეს. ვითომ დაალაგა. ჯერ ერთი თუდებ გზების დეპარტამენტის უფროსი იყო რომან დალაქიშვილი. ვითომ დაალაგა, ჯერ ერთი თუდებ ისედადე ხელით ვერ გაწიო. თან 50 ადგილას დარეკა და ატეხა პანიკა. ეს არის ჩათლახობა. მერე ციცილით გააგრძელა. სულ წუხდა ბობოხიძე და დანარჩენებით გუბერნატორის ფუნქცია და უფლებები არ აგვაქვსო. აჰა, უფლებებიც გაგვდა ფუნქციებით, გამოიყენეთ. რადო დაგვიდგა კაკო რომ შეიდახმარობა გჭირდება. კაკო სიტყვის მასალა თქვა, ადრესატი ყველა გუბერნატორი ვიყავით. ხვალიდანვე შეუდექით საქმეს, დაუძახეთ კონსტიტუციურს, პოლიციის უფროსებს და გააკეთეთ შტაბები. თბილისში ჩვენ მივხედავთ, ახლა მოვჭით, სხვა საქმეები გვაქვს. შეხვედრის დასასრულს შემოვიდა უგულავაც, მაგიდასთან არ მოსულა, მადუს მაგიდასთან დაჯდა და იქიდან გვისმენდა. უკვე ვიშლებოდით, როცა მოვიდა ნაცვლშვილი და იკითხა, რაზე საუბრობდითო.
ახლა შეიგულისთვის თავი და ვერ დავიწყებ, დარჩი და მიხვდებიო. წამოვედით. დარჩნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა კეზერაშვილი, ახალაია გაბაშვილი, კირკიტაძე ნაცრუშვილი, შეიძლება ვინმე სხვაც. ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერი ორ ინფორმაციას დავუწევ. ეს ჩვენ წაიკითხა, მაგრამ თარგმნეთ ძალიან მალე ინგლისურად და იქ ბევრი ადამიანი იყო და მაშინ იმ ქალბატონმა ვინც ეს თარგმნა ახლა არ დასახელება, ეს იყო გმირობა ეს როცა გააკეთა მაშინ მისგან, ახლა ჩვენ გაირაცაკე და სოზარი აი ამის გამო მე ახლა ბოდიშს არ მოვხვდი ამას პირიქით და ეს მისი ვალი იყო და ჩემიც ამდენი რაც ამას შეხვდა იყო ძირითადად ამის ეს რაცაკვირილი ერთ კვირის მერე იცოდნენ ახლა ჩვენი მეგობრები საკითხი იცოდნენ ამის გამოთვლას არაფერი არ უნდა მაგრამ ახლა რა ვშველო და არ გამოვაქვს დღეადად იმიტომ რომ სოზარმა მე რაც ვიცი ესე ჩააყენა საერთაშორისოები ვატიკანის ელჩი რომელიც იყო ძალიან კაი კაცი და მითხრა მან პირადად რომ და ინგლისური თუ აი მე ყველაფერს ვიძამ და გვერდზე დაგიდგები უსაფრთხოებს. ჰამერბერგი ჩააყენა ევროპის კომისარი. პიტერ სებნევი ამერიკის ელჩი. მე ხლა არ მინდა ერთ-ერთმა ელჩმა დაბწერილებს ვაძლევდით და ნუ შეწუხებული ყველა ამბობდა პირადი უსაფრთხოება ეს როგორ შეიძლება. გარეთ არ გამო. ერთ-ერთმა ელჩმა ეს არ დამოიწოდა არასდროს აი კინოკადრია. უთხრა რომ აი შენო შეგიძლია შემოხვედრო ეს კაცი იმათ არ ეუნებიო პარლამენტში შეგახვედრებ უთხრა. ნუ ამას ეუნება როგორც აი ხუდოცრეუნებია ხო შენგან გაუთხრელობა იქნება და შევედით ამ სოზარმა შეიყვანა სახელმწიფო სხვა ოთახში შევედით რომ შეიძლება ნამისპენელო და მე ლაპარაკა დაადასტურა და ეს ინგლისური გავედა ხელში ვაძლევ ამას ვაწყობ ამ დროს თქვენ გუბერნატორი არა მე წამოვედი მე წამოხვედი არჩევნების მერე წამოვედი ცალკე თემა არჩევნები მე შემდგომ ამბავს ყვებით ახლა ხო როცა აღარა ხო როცა აღარა ვარ უკვე და ვაწუდი ამას. სხვაობა ყველამ გაუმართვეს, აი ხამარ ნაგუდილად ხარა უნდა თქვა ჰამერბერგი. ეხლა ჩვენ გადავჭი ცოცხლები ალბათ ერთ-ერთი ამბავი იყო ხა მათ ეგრე გავუჭირდებოდათ. და რო გაუწოდე ერთ-ერთს, მან ხელები წაიღო უკან. ეს შეუც არის კინოკადრი. მას არ უნდა აეხო. აი რო არ გინდა რომ რაღაცა გაიგონო, რომ მოისმინა ამანაც კი დატანჯა ამ ამბავმა, იმიტომ რომ ეს ნათელი იყო რაც იყო და ეხლა რა ტაქტიკა აიღეს თქვენ. სოზარი ამას იმეორებს წლებია და ამ შექმნით საგამოძიებო კომისია. ისინი აობენ. არ შევქმნით, იმიტომ რომ ეს არის ტყუილი, მათ იციან ეს ამბავი და არ გამოაქვთ, იმიტომ რომ გამოიტანონ. ამიტომ არ ვაბა საკმარისად ისე ვიყავით ახლა რომ ხა ფიზიკურად ვეღარ გვიზამეთ აჩვენო და ამიტომ არ იმჩნევენ. და ერთ-ერთი კომენტარი ახლა აღარ მოგიგებნით, წერს საკი ჟურნალისტია თუ პრესაჯის ჟურნალისტი მე დიდი ამონაწერი ხა დღეს არ და წერს რომ ესო მოიტანა სუპერ სკანდალური ინფორმაციაო და მე მეგონა რომ ერთი ამბავი ატყდებოდაო და დეპუტატებმა გადაწყვეტეს ღიმილით არ შეემჩნიათ ეს ამბავიო მთელი ეს თემა აი ეს იყო ბატონო ასე და აღარ შეგახებთ და აი ამდენი ხის რადგან სოზარი ამობდა მაინც ეს ყოფილი აზრი და აღმოჩნდა რომ ისევ საგამოძიებო კომისიაზე მოვიდა რაც სოზარი ამდენი წელი ითხოვდა და თვითონ აღმოჩნდა საგამოძიებო კომისიაში ახლა და მოვიტანე და ეგეთ არის ამდენი წლის მერე კი ბატონო 18 წლის მერე 18 წლის მერე ბატონო ვასილ თქვენ იმ ელჩს რომელსაც შეხვდით ხელები უკან ვინც წაიღო როდის იყო ეს რომელ წელს და ვინ იყო ეს ელჩი გეტყვით ეს იყო მოკლედ მე ჩაიარა არჩევნები ჩავატარეთ რომელი არჩევნები აი პრეზიდენტის 2008 წელს ხო ესე იგი ეს ხო 4-ში დაიწერა 4-ში მოხდა 5-ში დაიწერა 7-ში იცება ხელო 10-ში გადადგა თუ გდებათ მე გეტყვით რომ 10-ში გადადგა და შიგნით მოძრაობენ და მე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ისეთი რომ ნინო ჩამოვიდა ილია ჭაჭავაძის იუბილეი 10 ოქტომბერს მოგეხსენებათ და აი ისეთი სიტუაცია იყო ნინო და მე ფაქტობრივად არ დაგვალაპარაკს მე ცოტა აქტიური მოქმედებების ვიყავი და მე არჩევნები ჩავატარა ტრაბახით არ გეტყვით და ცხეთათიანეთში გამორჩეული შედეგი იყო სიმართლის თვალსაზრისით ამაზე თვითონაც ავდნენ ეს ალკე მათი დაბოღმისება იყო და მორჩა ეს და მე წამოვედი და ეს ალბათ იყო რო თარგმნეთ სოზარ ალბათ იყო თებერვალი ხო იანვარში თარგმნეთ ალბათ და სადღაც ესე რა აი ნუ მაშინ 2008 წლის თებერვალში და ვინ იყო გამჭირდება და მე იცი ანა იყო ამერიკის ელჩი ან იყო სემნევი აი რომელი იყო ვინც ხელები უკან წაიღო და არ გამოგართვეს საერთოდ ბევრი ცდილობდა აი როგორი სიტუაცია იყო ქალბატონია მე ერთხელ ვთქვი მთელი აფხნის განმავლობაში და
ეს იყო შეიძლება მე არა ვარ ესეთი მიამეტი მეჩვენებოდეს არ ვიცოდე ამის რაც წერია აქ ეს ხო სახელმწიფო აღარ არის აღარ გინდა მე განხილვა და ეს თილობდე რომ არ შეებჩდიათ იმიტომ რომ ეს ახლა დემოკრატიის შუქურათ იყო გამოცხადებული და მე მას ეს უთხარი რომ მე ამას შეგინდა ნიშნობე უცხო კი არა ვარ მე პირველი შემოვედი თქვა პარლამენტში გინდა ცოდად ჩამეთვალეთ გინდა ემათ ის რო იყო ვარდების რევოლუცია სხვადასხვა ეს გეტყვით როგორ თუ კარგად მიდიოდა ნაციონალების საქმე მე ამოჭრილი ვიყავ ხოლმე და თუ ცუდად მიდიოდა მე შემოვდიოდი ხოლმე პირველი ხო და მე ვთხარი ეს ვიცი თქო და ეს რომ ხო ისმენდნენ წუხდნენ თან ვთხარი აი ქვეყანაში წარმოიდგინე ამას ეუბნებოდა რომ რატო სხვადასხვა რო კითხეს რატო ვინმეს არ უთხარი ესეც შეხვდება ჯულან მთელი საგამოძიებო ის იქ იყო და ერთი სოზარი იყო და მეორე პრეზიდენტი ეხლა მე ხო ატყობთ ესეთ მიამეტი ვარ ეხლა მეკითხები ხო მიშა მიცოდა ასაკურველი იცოდა მაგრამ ეხლა იქ არისო იმიტომ რომ მისი სიტუაცია არც მოვიდოდა კიდეც რა უნდოდა ხმა აი ეგეთი თემა იყო მაინც მე მგონია რომ წარმოდგენა შევიქმნა და შეიძლება რომ უყურებ ხოლმე ამ რეჟიმიდან რასაც გინდა იმას იზამდა რა უნდა გაგვიკვირდეს აი ეს არის ბოდიში კი ბატონო ბატონო თუ ბატონ თენგიზ დასავს კითხავს და მანამდე მინდა გთხოვოთ რომ ეს თქვენი რაც წაიკითხეთ თქვენივე თვალით ნანახი და ყურით მოსმენილი 2007 წლის 4 ნოემბერს ანომერაბიშულთან თათბირზე იქნებ ჩაგვაბაროთ და ჩვენ ოფიციალურ ცნობად მივიღებთ ამას და გამოვიყენებთ დასკვნის შედგენისას. ასევე სხვა დოკუმენტი თუ რამ გაქვთ წამოღებული და თვლით რომ კომისია. აი საბაგეთს უკვე ნუ ეს თუ ვიღაცას ხო ორი როცა იყო რომ აი ერთი ამას ჩაგაბარებთ მეორე სოზარი ბრძანება რომ პირველი სოზარსუბარის ბივლინების შესახებ თვითონ ეაწერს ხეს ქვეყანას შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით გაუქმდეს 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება იმ ნაწილში რომელიც შეეხება შევსრულებას ლიტვაში და ეს მოხდა თქვენ ისტორიას იმ ღამეს ხო მას მერე რაც თქვენ მას როგორც გუბერნატორმა აცნობეთ სახალხო დამცველს რომ უბედურება მზადდება ბატონი თენგიზი მოგესალმებით პირველ რიგში ეხლა თქვენ რაც აგვიკითხეთ მე პირველად მესმის თუმცა არ გამიკვირდა მაგრამ მართლა პირველად მესმის და გამიჩნდა აზრი ასეთი რომ აი ეს რაც თქვენ მაშინ ნოემბრის თვეში მოხდა ეს იყო არაერთჯერადი იმიტომ როდესაც 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებულ ფაქტებს ვისმენდით აქ ყველა ამბობდა რომ ყველა მთელი ეს მოედანი იყო გადაკეტილი და არავის ევაკუაციის საშუალება არ ჰქონდა, გაქცევის საშუალებაც კი არ ჰქონდათ. ესე იგი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს წესი რომ იქ ყველა უნდა დაისაჯოს, მაშინ ჩაეყარა ამას საფუძველი და მე სულ ყოველთვის ასე კეთდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მართლაც შეუძლებელია შენ თუ ხარ შინაგან საქმეთა მინისტრი ან ძალოვანი, როდესაც მასობრივ მიტინგს შლი რა თქმა უნდა პირველი შენი ამოცალა რომ ეს ხალხი დაიშალოს და რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიციას და როდესაც პირიქით ალყას არ ტყავდა ესე იგი წინააღმდეგობაზე მიდიხარ ერთადერთი რაც საფიქრალი რჩება არის ის რომ დასჯა მოხდა რა ხო და ეს ერთიანი იმ მეორე თათბირზე რა თქმა უნდა თქვენ ვეღარ იქნებოდით უკვე როდესაც ის იგეგმებოდა კალკის დარტყმა მაგრამ როგორ ჩანს როგორი საბეჭდილება გრჩებათ რომ ეს იმ დროს შეემუშავებული პოლიტიკის გაგრძელება იყო ხო ეს იყო მე შეფასებას კი არ გეტყვი რაც უყურე ეს იყო მართვის მეთოდი და ეს იყო ერთადერთი მეთოდი რომელთაც მათ მართვა შეელოთ იმიტომ რომ ეს არაარჩევადი ხელისუფლება იყო იმიტომ რომ აი თუ გახსოვთ ის ახალი ადამიანის შესახებ თეორია რო იყო და ცუდი ვარ თუ კარგი ვარ დღევანდელი საქართველოს და კიდე გარახას იმ ახალ ადამიანად გარდაკეთება სურვილი არ ქონდათ ამიტომ ერთადერთი საშუალება იყო ტერორი ამას არ მალავდნენ აი შინა ესეთი ეს რომ ტერორი უნდა ყოფილიყო და აი იმ ტერორით უნდა შეენარჩუნებინათ ეს ვითარება ეს და აი ეს თემა ცნობილი რაც ახლა მოგეტყვით 30 წელი ჩვენ სულ უნდა 30 წელი ვიქნებით და სულ ვიქნებით და ვიქნებით და ეგ ამბავი იყო 50 ვიცოდი და 30-ს ამბობდნენ რაღაც ესე ამბობდნენ ხოლმე ხო და 30 იყო კი ბატონო ბატონი სოზარი და უნდა დავხუროთ ხდომა კი ბატონო უბრალოდ მინდა ისე ცხინვალის თემას მიუბრუნდეღოთ ბატონმა გელა შერმადინმა რაც თქვა იმაზე მინდა გავაკეთო რეფერირება ბატონმა გელამ ბრძანა რომ როდესაც შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი სრულიად ხელოვნურად შეუერთეს ახალგორი ამ ოლქს იმიტომ რომ ძალიან პატარა იყო ცხინვალის ნაურის ჯავას რაიონები სამი რაიონი ავტონომიისთვის იყო ძალიან პატარა და ამიტომ ახალგორი ხელოვნურად შეუერთეს ეს იყო 22 წლის 1922 წელი
90 წელს უბრალოდ პატარა ისტორია მინდა მოვყვე, იმიტომ რომ რამდენიმესგან მოვისმინე სხვათა შორის ახალგაზრდებისგან, რომ თქვენ როცა ლაპარაკობთ ამ თემებზე, ხშირად ვერც კი ვხვდებით, რას ლაპარაკობთო და მინდა განმარტება. 90 წლის 30 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გამოუშვეს ესეთი დადგენილება მიიღეს, რომლითაც გამოაცხადეს დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკად და დამოუკიდებლად რა საბჭოთა კავშირისგან, არამედ საქართველოსგან დამოუკიდებლად საბჭოთა კავშირში შესვლა. 22 ნოემბერს ზვიად გამსახურდია დროინდელმა პარლამენტმა გააუქმა ეს დადგენილება და ამაზე შორს არ წასულა, ოლქი დარჩა ოლქად, თუმცა იმის გამო რომ გაგრძელდა ასეთი ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული ქმედებები, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე 11 დეკემბერს გაუქმდა ეს ყოფილი ავტონომიური ოლქი. ამის შემდეგ ოლქი აღარ არსებობს, ახალგორი, როგორც ბრძანეთ, არის შემადგენლობაში მცხეთა მთიანეთის და ისტორიულად მართლა აქეთ ბევრად უფრო სწორია მისი ყოფნა და სააკაშვილმა რეალურად აღადგინა. აქ ბრძანებულება მაგალითად ჯერ კანონი იქნა მიღებული, შემდეგ პრეზიდენტის ბრძანებულება 2007 წლის 10 მაისს. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ. პირველად გაჩნდა ტერმინი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი უკვე, მას შემდეგ რაც ზვიად გამსახურდიამ გააუქმა და ერთი ძალიან უცნაური რამეც წავიკითხეთ. ერთ-ერთ პუნქტში აქ წერია, რომ უნდა აკეთოს ამ დროებითმა ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები აწარმოოს საქართველოს ხელისუფლებასთან მომავალი ავტონომიური ოლქის სტატუსის განსაზღვრის შესახებ. თითქოს არაფერი, მაგრამ ანუ საქართველოს ხელისუფლება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა გამიჯნულია ერთმანეთისგან. თითქოს რაღაცა უცხო ქვეყანას ელაპარაკები, იქიდანვე არის ჩადებული ასეთი ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ნაღმები აი ამ მთელ ამ ისტორიაში და მათ შორის აი ამ პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც 2007 წლის 10 მაისით არის დათარიღებული. ეს იმ ფონზე, რომ მათ მიერვე დანიშნულ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომელსაც კანონში ეს ფუნქციები ჩაუწერეს და ტვირთი დააკისრეს და გუშინ მოგვიწია სამჯერ გამეორება, რომ მნიშვნელოვანი საქმე ჩაგაბარეს მეთქი. მას აზრსაც არ ეკითხებოდნენ და რეალურად კონტაქტიც კი არ ჰქონდა პრეზიდენტთან ან რომელიმე უმაღლესი თანამდებობის პირთან იმისთვის, რომ რაიმე ტიპის სამუშაო დიალოგი ეწარმოებინათ, არამედ თუ პოლიტიკური დიალოგი და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ საარქივო მასალებსაც შევისწავლით იმისათვის, რომ სრული სურათი ჩამოყალიბდეს დასკვნაში და რაც მთავარია, თქვენ ამის დაიწყეთ სწორედ ბატონო ვასილ, რომ ახალგაზრდა თაობამ ფაქტებზე დაყრდნობით დაინახოს, რასთან ჰქონდა საქმე. სანამ სხდომას დავხურავთ, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ მედია საშუალებას, რა კი არქივი ვახსენე და პირველ რიგში საზოგადოებრივ მაუწყებელს დიდი მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისთვის, ვინაიდან ჩვენ არაერთი ვიდეო მასალა დაგვჭირვებია ბოლო კვირების განმავლობაში და როგორც ტელეიმედია, ასევე საზმაუწყებელი და ერთსულოვნება, ასევე ტელეარხი მაესტრო რუსთავიორი ქმედით დახმარებას გვიწევენ. ეს დახმარება ჩვენ მომავალ თვეშიც დაგვჭირდება და რა თქმა უნდა გვექნება ამ ხარდაჭერის იმედი. ერთი რეპლიკის უფლება მოცეთ, რომ იცოდე, ამავე დროს ეს ერთ-ერთი ცალკე დანაშაული ჩვენი პროკურატურას გასუფთავებულია პოლიტიკური ნიშნით, ამდენში ვერ ყვევი, ახლა იცით, ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივია, წასვლისად გაასუფთავეს ძალიან და ნამუშევარია ძალიან მაგრად. თუმცა რაც დარჩა, ახალ სუფთად ვერ წაშალეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანი მასალაა და ის რომ ეკაზღულაძის უამრავი სხვა მოეცალდა თემა. აი რაც გვახსოვს, მაგრამ მე ახლა ადამიანის სპეციალურად წესია, მაგრამ ადვილად არის იპოვება ყოველ შემთხვევაში. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. ასევე ჩვენ ვინაიდან ნახვამდის ბატონო ვასილ, ბოდიში რომ ვერ გაცილებთ, სამდივნოს თხოვ რომ გაგაცილოთ ნახვამდის.